ალბათობით და არის ვერსიები იმის შესახებ, რომ აი ამ ადგილას, სადაც ხალხატონის სევდა მიემგზავრება, უნდა ყოფილიყო დიდი კერპი. აი ზუსტად აქ არსებული კერპის გამო რიფსიმეთს და გაიანეთს კონკრეტულად მოგზავნდნენ აქ. აი როგორც იყო არმაში და კიდე ზადენზე კერპები და შესაბამისად ძალიან დიდი უზარმაზარი კერპთაყვანისმცემლობა მიმდინარეობდა. აი ნახეთ, როგორც ჩამოვიდნენ ჯერ ანდრია პირველწოდებული რატომ მივიდა მაინც და მაინც კონკრეტულად აწმოში. შეეძლო რომ ის თბილისში აღმოსავლეთ საქართველოს საერთოდ არ არის შემოსვლას. შემოვიდა იქ, იმიტომ რომ უფრო დიდი კერპი და ეს ამბოლო დროს გამოიკვეთა, ვიდრე იყო თქვა ხეთასთან, უნდა ყოფილიყო ზადენის გორაზე ბენარაში. ესეთი გამორჩეული ტაძარი, რომელიც იმ დროისთვის აიგო და ეს წმინდა ირინეს ტაძარში მოღვაწეობდა იოანე ოქროპირი, ასევე იქ გარკვეულ პერიოდში მოღვაწეობდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და ასევე ბასილი დიდი კეისარი. სხვათა შორის ეს კეისარია და იოანე ოქროპირის სამშობლო და ბასილი დიდის მოიხსენებათ არის თანამედროვე პალატაში. ეს ტაძარი უპრობლემოდ მოაღწევდა ჩვენამდე, რომ არა ძლიერი მიწისძვრა, რამაც ეს დააგრია სხვათა შორის აქ რამოდენიმეჯერ ერთ-ერთი ძლიერი ღვინის მიწისძვრა იყო, თუმცა ზომებით ეს არ იყო იმხელა, როგორც იყო ჩვენი ბანას ტაძარი. ბანას ტაძარი არის ტაო-კლარჯეთში, ასეთივე მსგავსი ტაძარი აქედან რამოდენიმე ხარ ყარსში ნამყოფი, ყარშიც არის, ყარში ცოტა უფრო დიდიც არის და უფრო ახალგაზრდაც არის შედარებით ამასთან დაკავშირებით და აი ეს ტაძარი წარმოიქმნა ბანას შემთხვევაში ვიყვით და ასეთი სტილის არის. ბანას არქიტექტურა იყო განსხვავებული, ბევრად უფრო წარმოიქმნა უდიდესი მასშტაბით ჰქონდა და თავდაპირველად ის როცა აშენდა, ანუ ამის სტილის რო არ არის, მაგის თქმა მინდა. ეს ბანას სტილი ვერასდროს ვერ იქნება. რატო ვერ იქნება, იცით? ბანას სანამ ბანას ააშენებდნენ, ბანას ტაძარი ეს აშენებული იყო, მაგრამ ბანას ეს აი მთლიანი თაღები იყო ღია. ღია ისეთივე გამორჩეული იყო ის თაღები და თუ ასეთი სტილის იყო ფიზიკურად, მაშინ პირდაპირ ასეც ააშენებდნენ და ის ბანას ღია თაღები მერე ადარნასეს დროს მოხდა მისი ამოშენება, ცოტა გადაკეთება და მასშტაბებით ის ბევრად უფრო დიდი არის ის ტაძარი ბანა ვიდრე ეს არის. ესე იგი, დაახლოებით ესეთი მსგავსი ტაძრები გვაქვს ჩვენ სად? აქ, ახლა ასაკით ეს პირველი არ არის, პირველი არის წმინდა ირინეს ტაძარი კონსტანტინოპოლში, მერე გვაქვს რიგით მეორე ეს, მესამე არის ესეთი ტაძარი ბანას ტაძარი, მეოთხე არის გრიგოლ განმანათლების ტაძარი ანისში, მეხუთე აი ამ ტაძრის მსგავსი არის კაცხის მაცხოვრის ტაძარი და მეექვსე არის საინგილოში ჰერეთში ლექართის წმინდა ნინოს ტაძარი. სამწუხაროდ ლექართის წმინდა ნინოს ტაძრის მხოლოდ აი ეს კოლონები ამიმართლა რომ ბევრჯერა ნავყოფი და აღარ ამიმართლა რომ ვეღარ მოხდომის მერე ეს კოლონებია მხოლოდ შემორჩენილი და ჩვენ არ ყოფილვართ, ხო? არ ყოფილხართ, მაგრამ საშემოდგომოდაც გამოყოლი. არა, ანუ ჰერეთში როგორ არ ყოფილვარ, მაგრამ მანდ არ ყოფილვარ. ცოტა ისეთი გზა არის, რომ ჰერეთში ნამ ყოფილვარ, მაგრამ მანდ ვერ. ეხლა წარმოიდგინეთ, ესეთი მსგავსი ტაძარი, ეხლა ეს ვიღაცა ერთხელ ეუბნეოდი, არო შენო გეშლება კაცხის ტაძარს არ გახსოვს. რატო არა? კაცხის ტაძარი არის სამდიარი. როტონდა, კაცო, როგორ არ გახსოვს? ხო, არა, გადაკეთებულია. ბევრი იქ ძველი რაც არის, ის აღარ არის. ძველებული, იმიტომ ის ბოლოს კაცხის ტაძრის რეკონსტრუქცია, ახლა ზესტაფონიდან გამოვიდა თვითიყავით, გახსოვთ, ხო? ევრო რემონტი არა, მაგრამ ჩვეულებრივი რეკონსტრუქცია ნარგიზა აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ნარგიზა აბაშიძე კი იცით ვიცი. ასევე იყო ხო, სხვაებიც ამირეჯიბების და ასე რომ სხვათა შორის კაცხის ტაძარზე არის საუბარო 1293 წლის მიწის რომელსაც ბევრი რაღაც დაანგრია, პირველი ნგრევა ტაძრის მაშინ მოხდა 13 საუკუნეში. თვითონ ტაძარი 1014 წელს არის კაცხის ტაძარი
აკვეთილი ისა აშენებული და ნაკურთხი და განსაკუთრებით არის მსგავსი ადგილების არსებობას გისურვებთ რომ ყველა ვენახოთ ადგილს. მათ შორის ახლა ირინეში შესვლა გახდა 30 € გამოსვლას.